მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა გესაუბროთ პიროვნულ განვითარებაში როგორ მუშაობს ასტროლოგია, როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ასტროლოგია. და მთელი სქემა უნდა აგიხსნათ, საერთოდ რა არის პიროვნული განვითარება, უფრო კარმული კუთხით, ხო? ესე იგი, ყველა სისტემას აქვს, ფსიქოლოგიაშიც არის სხვადასხვა სისტემები, ფილოსოფიაშიც, რომელიც გვაჩვენებს საერთოდ რაობას ადამიანის, ხომ, რა არის ხუბება, რა არის ჩვენი მიზანი, ხო, ჩვენი მისია და მიზანი ამ ცხოვრებაში, როგორ მუშაობს საერთოდ ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ცნობიერი ადამიანის საერთოდ ადამიანის რაობის ცნება ძალიან ბევრ ფართო სპექტრში არის შესწავლის საგანი, მაგრამ მე მინდა უფრო კარმული და ეზოთერული კუთხით ფსიქოლოგიის დახმარებითაც, ჩართულობითაც აგიხსნათ უფრო ასტროლოგიური ჭრილით და მე მართალი რომ გითხრათ, რასაც ვიკვლევდი მთელი წლების განმავლობაში, ყველა სისტემა არის ხოლმე საჭირო, რომ მთლიანობაში დავინახოთ ადამიანი, იმიტომ რომ ერთ სისტემაში ბოლომდე ვერ ვხედავთ, რაღაც ფაზლი გვაკლია, რაღაც სურათი გვაკლია ყოველთვის. თუნდაც ახლა ფსიქოლოგიაში რაც ვარ, მე ჩემ თავს ისე ვერ გავიცნობდი, ვერ ვიმუშავებდი. თუ არ შემოვიყვანდი ასტროლოგიურ კომბინაციებს, იქ თუ კარმულ გაგებებს და ოჯახურ ველის გაგებას არ შემოვიტანდი, ყველას აქვს თავისი ახსნის რა თქმა უნდა მეთოდი, თუმცა ჩემთვის პირადად ჩემი აზროვნების სტრუქტურაში ყველა მნიშვნელოვანი იყო, ყველა ფაზლი მნიშვნელოვანი იყო და ეს მინდა რომ აგიხსნათ, თქვათ, მე რა დავინახე ჩემი გამოცდილებით, რა დავინახე, რა წერია პლუს მაგალითად კარმულ ასტროლოგიაშიც და კარმულ სტრუქტურებშიც, როგორ მუშაობს სისტემა. საერთოდ რო აგიხსნათ, აი უფრო ეზოთერული ხედვით, როგორ მუშაობს, ხო, აი ადამიანი თავს რაც ხდება, როგორიც არის, რატო არის ესეთი, ხო? კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ წინა ცხოვრებებში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ, რუკაში დავინახოთ ეს კარმული სტრუქტურები, რა ხდებოდა როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გენეტიკური ხაზით, მაგალითად რუკას რო შევხედავ, შემიძლია იქ ნახო, რა აკლდა გენეტიკაში ადამიანს, ხომ? და სხვათა შორის ახლა 8 ივნისს მაქვს ძალიან საინტერესო ლექცია, ესეთი ონლაინ ლექცია. ზუსტად ამ თემაზე, როგორ მუშაობს კარმული ასტროლოგიიდან, მაგალითად ოჯახური ველი, კარმული კავშირები. თემფისო. კარმული კავშირები, როგორ მუშაობს, რა გვაქვს ველში, გენეტიკურ ველში და სამუშაებელი, ამაზე ვისაუბრებ ძალიან ვრცლად, პრაქტიკული გამოცდილებებით და ჩემ კვლევებსაც გავაცნობ, მაგალითად, მომდამსწრეებს, არის დახურული ჯგუფი, სადაც იქნება ეს ონლაინ ლექცია, ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ დაესწროთ ამ ლექციას. ან მოგვიანებითაც შეიძინოთ, იმიტომ რომ ეს ჩანაწერის სახითაც რჩება ხოლმე ჯგუფში. და რაც შეეხება ახლა ჩემს დაკვირვებებს, თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით, თუნდაც ასტროლოგიის კუთხით, როგორ ხდება უფრო მოკლე დროში გაცნობიერება, აი იმ ემოციის, მაგალითად იმ სტრუქტურების, რომელიც ჩვენ გვჭირდება კარმულად, ხო? აი კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ ვართ, რაც ოჯახში ხდება, რაც გენეტიკურ ხაზში გამოვლინდა, ეს არის ჩვენი წინა ცხოვრებები, ვერ განცდილი ან ვერ დახურული გეშტალტები. აი გეშტალტ ფსიქოლოგია, მაგალითად, რაშიც მე ვარ ახლა, ხო, და ვსწავლობ გეშტალტ ფსიქოლოგიას, სხვათა შორის ძალიან დავაკავშირე გეშტალტი თავიდან, წლების წინ შევეხე გეშტალტს სულ თავიდან და ფაქტობრივად იგივეს ამბობდა, რასაც კარმულ ასტროლოგიაში ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არის პროცესი ემოციური რაღაც მოვლენა, რომელიც ჩვენ ვერ დავხურეთ, ვერ შევიგრძენით, ავარიდეთ თავი, იმდენად ტკინვეული იყო ეს ჩვენთვის, ან იმდენად გაურკვეველი იყო, რომ თითქოს ცნობიერმა სადღაც ჩაკეტა და ვერ იცხოვრა ემოციურ დონეზე. კარმული ასტროლოგია ზუსტად იგივეს ამბობს. მე სადღაც თუ ძალიან შემეშინდა, არ შევხვდი ამ შიშს, არ მოვინელე, არ გავითავისე ეს შიში და არ შევედი ამ შიში და არ ვიცხოვრე, შეიძლება იქ განვითარების უნარები არ მყოფნი და შეიძლება იქ ინტელექტუალური რესურსი ან ემოციური ინტელექტი არ მქონდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის როგორც ღია ჭრილობა ისერჩება და შემდგომ ვიბადებით სულ მუდმივად მოდის სხვადასხვა ხალხის სახით ეს დაუხურავი გეშტალტები, ოღონდ კარმულ დონეზე.
რომელიც ახლა ხშირად ხვდებიან, რომელიც ძალიან რთული არის დავამუშავოთ ასტროლოგიაში არის ესე ხალხიც შემოდის, რომელიც ასტროლოგიას იყენებენ როგორც ფორმულა მათემატიკურს, რომ აი ეს იქ ამყავს, ეს აქ არის, ეს ტრანზიტში ასე ხდება, ანუ ინტელექტუალიზაცია როცა ხდება ასტროლოგიის, ის როგორი რაღაც ხდება, იცით, მაგ დროს და მე ყველაზე კარგი ვქენი რომ ფსიქოლოგიაში წავედი შემდგომ ასტროლოგიასთან ერთად და ფსიქოლოგია დავიხმარე, ვიცხოვრო ჩემი რუკა უღოდ უკვე კარმული სტრუქტურები, სატურნის სტრუქტურები, კვანძების სტრუქტურები უკვე ვიცხოვრო ემოციურად ეს ყველაფერი და არა ინტელექტუალურად, ხო? იმიტომ რომ ხშირად ეს ცით როგორ რაღაცას გავს ჩემ კლიენტებსაც რომ მოდიან ხოლმე ხა პირად რუკაზე, როცა უკვე კარმულ ასპექტებზე ლაპარაკობთ, აი სულ ამის შედარება მაგ ხოლმე ხშირად, რომ აი როცა ჩვენ როგორც ციყვი შედის ბორბალში და გაუთავებლად ტრიალებს. არსად არ მიდის ერთ ადგილზე ბუქსაობს, დარბის განცდა აქ თითქოს სადღაც მიდის, მაგრამ სინამდვილეში რეალობასთან საერთოდ არ არის კონტაქტი. ინტელექტუალიზაცია როცა ხდება და ამასაც ფსიქოლოგია ამბობს, რომ ჩვენ როცა გონებაში, ფიქრებში, ინტელექტში ვართ გადასული, რომ აი ეს ამიტომ არის, ის იმიტომ არის, აი შრალი აზნალისი, შრალის, რასაც ემოცია არ მოყვება, ჩვენ ვართ აი ეს ციყვი, რომელიც ტრიალებს სულ გაუთავებლად ერთ ბორბალში და არანაირად შეხება არ აქვს თავის მესთან, შინაგანთან, ხო? აი ეს ხშირად ხდება, როცა თუნდაც წარმოსახვით თერაპიებზე, როცა მე მაგალითად ლევან შატბერაშვილთან მუშაობდი, ხო? ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს გამოცდილება, უნიკალური გამოცდილება, რომელიც სხვა თერაპიებზე მე არ მქონია, მართალი რომ გითხრათ. ჩემ არაცნობიერში და ეს ხა ადამიანებსაც ეხებათ იგივე პროცესი გაიარეს მასთან, როცა ჩვენ შევხვდით ნამდვილ მეს, რომელიც ჩვენ აქედან ვცდილობთ რაღაცებს, ვითომ მოძრაობაში ვართ და ჩვენში ცხოვრობს რაღაც ფსიქიკის, რაღაც ემოციის ნაწილი, მე ასევე, რომელიც აი კარმული ეზოთერული კუთხით რო შევხედოთ, მე რო ვიკვლევდი ამას, თუნდაც ჰიპნოთერაპიაზე ვიკვლევდი, ის რა არის ჩვენში, ხო? ეს არის ის არსება ჩვენში, რომელიც არის უფრო სულიერ სამყაროებთან ახლოს, ეს ეზოთერულად ვიტყოდით, მაგრამ მეორე კუთხით ვიტყოდით, დიდ სურათში ჩვენი მე, რომელიც ხედავს ამას, რომ ჩვენ ვერსადაც ვერ მივდივართ. ის გველოდება ჩვენ, სანამ რეალურად დავინახავთ იმ ტკივილს და არა ერთს, იმ ტკივილებს და დავინახავთ და ვიცხოვრებთ ამას, რომლისთვისაც მოვედით ამ ინკარნაციაში. ჩვენ თუ ამას არ დავინახავთ, ჩვენ თუ არ ვიცხოვრებთ ემოციურ ცხოვრებას გეუბნებით, მე თქვენ მთელი შინაგანად ზრალბილში რო შემოდის, აი შეგრძნების დონეზე, თუ ამას არ ვიგრძნობთ, აი ეს ჩვენი მე, რომელიც ზედასურათში, აი ეს პირდაპირ ზევით დგას და ზედასურათიდან უყურებს, სინამდვილეში აქ როგორ ხდება, აი ის შემდგომ კარი გაჩერებული და გველოდება და არის მოდი ესე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ცოტა სევდიანი, სხვა ეს დეპრესია, მელანქოლია, ის ემოციები, რომ აი მე მინდა რაღაც სევდა მაქვს, ყველაფერი კარგად მაქვს, ყველაფერი ფანტასტიკურად მაქვს, მაგრამ მე რაღაც ფარული სევდა მაქვს, ან დეპრესია მაქვს, ან რაღაც განცდებში ვარ, ან რაღაც გული მიჩუყდება რაღაცეებზე, აი ის ნაწილი არის, რომელიც ძიცურათში ხედავს, რომ სადღაც ბოლომდე რაღაცეებში ბევრი გვაქვს უკვე დატოვებული, აი ეს არაგანცდილი ცხოვრება. და ის არის ხოლმე, რომელიც თითქოს გვეხება და გვაგრძნობინებს ემოციის სახით, რომ სადღაც რაღაცას არ გვინდა თვალი გაუსწოროთ, რაღაც არ გვინდა დავინახოთ. როცა კარმული კუთხით რო შევხედოთ, როცა ტრიალებდი ჰიპნოთერაპიაში და წარმოსახვით თერაპიებში, როცა ეს გონება, ინტელექტუალიზაცია შედარებით გავაჩერეთ, თუმცა ხა მე ვერ გეტყვით, რომ დიდად პრობლემა მქონდა ეს უფრო ქალწულისთვის დამახასიათებელი ან მეექვსე სახლისთვის ან აი ესეთ ობსესური ხო აზრებში ყოფნა ან მერკური როცა არის დაზიანებული მაგალითად ან ტყუპების ზონა აი ჩავიყარო ინფორმაციები მაგრამ ემოციური გადამუშავება ამისი არ შემიძლია. აი ეზოთერული კუთხით ენერგეტიკულ პრაქტიკებზე რო ვილაპარაკოთ, არის როგორი რაღაც იცით, აი ზოგს უთქვამს მაგალითად ჩემთვის, რომ რაღაცას მე არ ვიღებდი შიგნით.
ამ დროს გარეთ იგივეს ვაკეთებ, თითქოს აი ამ სატუნზეც ვმუშაობ, იმაზეც ვმუშაობ, მაგრამ აი შინაგანად ენერგეტიკული ველი არ არის გახსნილი ამ ენერგიისთვის. არ შევედი ფსიქოლოგერთ, აი აქ ესეთი რაღაცები მუშავდება NLP-ზე, წარმოსახვის თერაპიებში, ფსიქოთერაპიებში, ოღონდ კიდევ უფრო ღრმა თერაპიები ჭირდება ამას და ეს უფრო პლუტონური ენერგია, ახლა მე რასაც გელაპარაკებით, ხო? როცა რუკაშიც ჩანს, იცით, აი პლუტონიანელები როცა მოდიან ჩემთან და მეც პლუტონიანელი ვარ გარკვეულწილად, ეს არ არის ის ენერგია, რომ მე წავიდე ფსიქოთერაპიაზე, იქ რაღაცა ეს შეიძლება ნეპტუნიანელი წავიდეს, ყველაზე ნეგატიურად ვისაც აქვს ნეპტუნი, ან ნეპტუნზე რო ზიან, ეს ნიშნავს, რომ რაღაცები მაგ მოგონილი ზღაპრებში ვარ, მგონია რომ ყველაფერი და კარგად არის და მე გავიგე და მივხვდი და სიამოვნებაში ეს არის ბურუსში სიარული და შეიძლება ვერც გააგნოს ვერასოდეს იქიდან. თუ არის მზეზე ყოფნა უფრო და არა ნეპტუნზე, მას შეუძლია დაინახოს თავისი ილუზიები, თავისი ბურუსი სიტყვაზე და აქ ისწავლოს ნენელა ცნობიერების გაფილტვა ილუზიებისგან, ხო? აქ ძალიან კარგი არის ხოლმე ემოციური შეხება საკუთარ თავთან. აი ყველას აქვს თავისი ესეთი ენერგია, ხო, ვისთან როგორ რა მუშაობა არის კარგი. როცა პლუტონიანელებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ კატეგორიას უფრო ხდება ენერგეტიკული, აი პირდაპირ ღრმა შრეებში მუშაობა, წარმოსახვითი თერაპიები, იქ რაღაც ჰიპნოზური თერაპიები, იქ ენერგეტიკული პრაქტიკები, აი მე პირდაპირ თერაპიაზე ადრე მქონდა ხოლმე ენერგეტიკულად რო გავდიოდი პირდაპირ, რომ აი რაღაცას არ ვიღებ, თურმე არაცნობიერი ჩემი საერთოდ ჩაკეტილია ენერგეტიკაში და აი ესე ხელებს რო გაშლი და განცდა რომ აი შენ შეხვედე, იქ გრძნობ უკვე ამას როგორ შეხვედი იმ ენერგიაში, რომელიც არ გინდა და ტკიოდა განიცდიდი ძალიან, ოღონდ ამის ჯერ აღმოჩენა რა გვტკივა ეს მთელი მოგზაურობა არის, ხაცხარებისეული მოგზაურობა. მერე ამის იდენტიფიკაცია რომ უიტკივილი უნდა მივიღო თურმე. ხშირად არის ხოლმე რომ აი უნდა იმას ვაპატიო, ამას ვაპატიო და ზოგჯერ ფაქტი არის რომ პატიება კი არ არის საჭირო იმ ტკივილის მიღება არის ხოლმე საჭირო, ზუსტად იმ ფრუსტრაციის მიღება არის ხოლმე საჭირო, რომ ისამყარო ესეთიც არის, ის არ მომეცა. როგორც წესი ჩვენ სულ ყოველთვის მანდ ვართ. ამ ფრუსტრაციაში ვართ, ოღონდ არ გვინდა ამას შევხედოთ, ჩვენ არ გვინდა ხოლმე ის დანაკლისი დავინახოთ, რომელიც საბოლოო ჯამში თითქოს გარედან ვეძებდი და არ მქონდა გარედან და მე ნენელა აღმოვაჩენთ, რომ თურმე შიგნით არ ყოფილა ეს, ხო? ჩვენში არ ყოფილა, ჩვენ არ გქონია ამისი ენერგეტიკული რესურსი და ამ ენერგეტიკასთან რო გავდივართ, იმიტომ რომ მე ხშირად ჩემს კვლევებში სულ ვიყავი აი ამ კუთხით, რომ აქეთ ფსიქოლოგიურად რომ მუშაობ და თურმე იქით ენერგეტიკულადაც ამუშაო არის. აქ შეიძლება მე რაღაცა ზედაპირულ მთვარის დონეზე ვიგრძნო, მაგრამ იქ ყოფილა მთლიანად კარმულ დონეზე ენერგეტიკულად აქ რაღაცები შესაძლებელი, ხო? ენერგეტიკული პრაქტიკებიც ყოფილა საჭირო და ზოგჯერ პირიქით ხდება, რომ აი ენერგეტიკულად დავძრავ და ხშირად მე მქონია ესეთი კონსულტაციები, რომ ვხედავ, რომ ზუსტად ეს ჭირდება ადამიანს, პირდაპირ იმ წერტილზე ჭირდება მუშაობა და იქ ინტელექტუალიზაციას ვენერა გყავს და ამ კვადრატში არის და რაღაცა ამას თავს ვანებებ ხოლმე და პირდაპირ ვიწყებთ ამაზე მუშაობას. ხო, ზუსტად ვიცი, ხა მილიონჯერ მაქვს გავლილი და ზუსტად ვიცი ხოლმე ეს რა ენერგია არის და ამაზე ვიწყებთ ხოლმე ზუსტად მუშაობას, რომ ადამიანს არ ჭირდება იქ რაღაც ფორმულა ცხრილი მათემატიკური რუკის, ხო? პირდაპირ ჭირდება ენერგეტიკულად შესვლა, ამ რუკაში შესვლა და ძალიან გვეხმარება ასტროლოგია, დავაჩქაროთ პროცესი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ემოცია ვაცხოვროთ ადამიანს, რაც არ უნდა რომ ენერგეტიკულად შეიგრძნოს ეს, ხო? და მე მედიან ინტელექტუალიზაციაში წლებია თერაპიაზე დავდივარ, ვერ გავინწერი, ზოგი ყოფილა რომ აი დადიან წლები და აქ ამ ციყვიდან ვერ ჩამოდიან. აქ არიან, ტრიალებენ და წინ ვერავის ვერ ხედავს. საერთოდ ვერ ხედავს რა პრობლემებში არის. უბრალოდ დარბის აი ესე ნევროტულად, ხო, ნევროტული ფონი რო ვთქვათ, აი არის ფსიქოლოგიაში ესეთი ნევროტული განწყობა და აი ამ ესე ნევროტულად მეც მქონია რაღაც მომენტებში ესეთი ნევროტული სირბილი, რომ სიჯდები მანქანაში მივდივარ, ჩქარა მივდივარ რაღაც ისე რო ხარ რა, ენერგიულად, დრაივში და
მე რო ხვდები, რომ აი სად ხარ ახლა, აი კონტაქტზე რო გადიხარ, შენ თავთან სად მირბი ხარ, სად გადიხარ ესე, ხო? რა შფოთვას ცხოვრობ ამაში, ხო? ამ ენერგიაში და აი აქ დაკვირვება ამ მომენტში. ეს მართალი რო გითხრათ, თერაპიულმა პროცესმა ძალიან კარგად დამანახა, თუმცა მე რო ასტროლოგია მცოდნა და აქ ძალიან გამჭირდებოდა მისვლა. იმიტომ რომ ასტროლოგიური პირადი რუკის გაცნობიერება, თუმცა თუ ვართ ამ ყველაფრისთვის ძალიან მიხმარება ზედა სურათში დამანახოს ის ყველაფერი და მაცხოვროს უკვე ემოციურად. და ზოგჯერ არის რომ ესე გეწინააღმდეგებიან, ან თავის ეწინააღმდეგებიან, რომ არ მინდა შევიგრძნო. არ მინდა. აი ზოგი მიდის რომ არა მე აქ არაფერი ეს არ დამეხმარა, აი ფსიქოლოგია დამეხმარა, ოღონდ ფსიქოლოგიაშიც იქაც იგივე ციყვში არის, ციყვის რბოლაში არიან ხოლმე. ამას პლუტონიანელები ძალიან კარგად ხედავთ. ეს ჩვენი რაღაცა ერწყელა ხოლმე ზოგჯერ რომ ისეთ რაღაცას ხედავ რომ აი რატო რაში გჭირდება, მაგრამ მე ამის რეალიზება გვეხმარება ჩვენ დავანახოთ სხვებსაც მაგალითად ენერგეტიკულად შევაცხოვროთ ის ემოცია და ამავე დროს ჩვენ ცხოვრობთ იმ ემოციას, რაც რაღაც ურთიერთდახმარებასავით გამოდის, იმ ემოციას ცხოვრობთ, იმ ენერგიას ცხოვრობთ, რომელიც ძალიან გვიჭირდა, ხო? ყველაზე დიდი განვითარება ეს არის რეალობასთან შეხება, მეგობრებო, ჩემთვის ახლა მე რასაც ვაკვირდებოდი, თუნდაც ვინც მოდის ჩემთან პირად რუკაზე, ვისაც ვაკვირდებ, იმხელა ტრანსფორმაციები აქვთ. აი ერთი კონსულტაციით იმხელა ტრანსფორმაცია შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ და იმხელა ენერგეტიკული გადაპროგრამება გავაკეთოთ, ხო? აი გადარესტარტება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამისთვის მე მქონდა ესეთი ტრანსფორმაცია მაგალითად პირველად 10 წლის წინ ჰიპნოთერაპიაზე რომ მივედი, აი მანდ დავინახე უკვე რომ ენერგეტიკულად მე ძალიან სერიოზული ნახტომი გავაკეთე თითქოს და ეს არ იყო ინტელექტუალიზაცია, იმიტომ რომ მე ზუსტად ჰიპნოთერაპიაზე მე შევიგრძენი, გამოვიტირე, შევხვდი იმ ემოციებს, რომელიც ჩემ ღრმა ქვეცნობიერში იყო და აი ესე მატარებდა მეც ვერ ხვდებოდი. შემდგომ წავიდა უკვე ბევრი სხვადასხვა შრეში კიდე უფრო ახლოს, აი ძალიან ნენელა მისვლა და რაც უფრო დრო გადის, უკვე ერთი არის პლუტონიანელებზე წერია პირდაპირ ეგრევე წავა და მთელი უამრავი ინკარნაციის დახურვა უწევს ცხოვრებაშიო. ანუ ეს ერთი პროგრამა კი არ უნდა ვიცხოვროთ, მთელი პროგრამები უნდა ვიცხოვროთ, ხო, იქ სატურნიანელისგან და ნეპტუნიანელისგან განსხვავებით. თუმცა მაინც ეს ენერგია არის რაღაც სწრაფი ტრანსფორმაცია. სწრაფი რა არის, იცით? აქ აი ზოგჯერ რატო ვამბობთ ხოლმე, რომ აი რატო არის საჭირო სიჩქარე, ხო? და სიჩქარე რა არის, იცით, რომ მე ვიცი, რომ ეს თუ არ ვიცხოვრე ახლა. ძალიან ბევრი კუთხით, სხვადასხვა კუთხით მოვა ჩემს სამყაროში, ჩემს ცხოვრებაში ეს ენერგიები, ხო? და მე თუ ამდენი ან ინტელექტი მაქვს, ან ემოციური ინტელექტი მაქვს, ან გაცნობიერების დონე მაქვს, ან უკვე კარმულად დაღვინდა ადამიანი და უკვე უნდა რაღაცა შეცვალო შენ ცხოვრებაში, შენ ენერგეტიკაში, ხო? აი ამ პროცესში თუ ვართ, უკვე მოდის ეს ტრანსფორმაციები. და ზოგჯერ აი ამ ნევროტულფონშიც რომ ხედავ ადამიანს, ისიც ვიცი რომ მან უნდა იცხოვროს, მეც მიცხოვრია ზოგჯერ აი 3-4 წელი ყოფილვარ გაყინული რაღაც პროცესში. აი რუნებს აქვს ესეთი რუნა ყინული და ეს არის რაღაცა გაჩერება, ოღონდ შიგნით რო ხდება დაკრისტალება რაღაცნაირად ენერგიის. ხო, ზოგჯერ ეს გაჩერებაც უნდა ვიცხოვროთ. აი ეს გაყინვაც უნდა ვიცხოვროთ, რომ შემდგომ ნენელა დავიწყოთ უკვე შეხება იმ ყველაფერთან, ხო? და აი ეს ნევროტული ფონის მესმის, ეს რბოლა ზოგჯერ შფოთვითი რბოლა, იმიტომ რომ სადღაც ეს მერე მთავრდება. ეს ნევროზული ფონიც, როცა აქვთ ხოლმე მაგალითად ეს რეალობას ის მიუღებლობა, ილუზორული შეხება, აქეთ რო არის რეალობა და შენ საერთოდ სხვაგან ხარ მაგალითად, ხო? და როცა არიან ადამიანები მზად უკვე პოულობენ იმ ხალხს, რომელიც დაეხმარება აი ამ ციყვის ვორბალიდან გადმოხტომაში, ხო? და რეალობის აღქმაში სიტყვაზე და მე უკვე რეალური გზა ნახო, სადაც უკვე რეალურად წახვალ და მე თავიდან მეგონა რომ ეს იყო ყველაზე დიდი მტკინმეული გზა, უდიდესი ტკივილის გზა, თუმცა
ნენელა რომ გავდივარ ხოლმე აი ამ ტკივილის გზას, უფრო პირიქით ხდება, იცით, რაღაც ტკივილი საერთოდ ქრება. რეალობა იმაზე უფრო ბედნიერების მომნიჭებელი არის, ვიდრე ილუზია და ვიდრე აი ეს რბოლა ნევროტული ან ეს შფოთვა ან პირიქით გაყინვა და რაღაცნაირად ბურუსში ყოფნა. აი ეს ბურუსის თემა განსაკუთრებით თევზურ ენერგეტიკას ახასიათებს ხოლმე ეს ბურუსის თემა, სადღაც ვარ და მგონია რომ ეს არის ჭეშმარიტება და ზუსტად იქ არ არის ჭეშმარიტება, ესეთი მომენტი. და სხვათა შორის აი სატურნიანელებთან ახლა მექნება 22 ივნის ტრენინგი, ჯგუფური ტრენინგი, სადაც სატურნიანელებს მივიღებ ტრანსფორმაციული კუთხით, რომ სატურნის ენერგეტიკის დანახვა და ტრანსფორმაცია როგორ უნდა მოხდეს, სატურნის პერიოდი ვისაც აქვს, მაგალითად სადესაწის პერიოდი, სატურნიანელები არიან, მაგალითად პირად პლანეტებთან სატურნის ენერგია აქვს შემოსული, მთლიანად უკვე ჯგუფურ თერაპიაზე ამას ვაცხოვრებ, აი ამ სატურნს ვაცხოვრებ, ამ ვინც მოვლენ, მაგალითად იმიტომ რომ იცით როგორ რაღაც ხდება რომ როდესაც გამოკვეთილად არის რუკაში რაღაცები იქ ჩვენ რუკა გვიყურებს ძალიან ობიექტურად აი პირდაპირ გამოსული არის ჩვენგან და რეალობას აფასებს და არა ის იმ ბურუს რაში ჩვენ რაღაც პერიოდი ვართ და ძალიან დაგვეხმარება რუკა რო განა ინტელექტუალურად დავინახოთ ეს რუკა პირიქით, მე სულ მაგას გეუბნებით, აი რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, აი ამითი რომ აი იქ რა ხდება ახლა ვენერა რო ესე მაქვს, არც მისმენენ რო ყვები, აი შენ ვენერა აქ არის, უკვე ხვდები ხოლმე აქ რომ. კაი იქ იუპიტერი რას აკეთებს ახლა აქ და აი აქ ხდება რომ ადამიანს საერთოდ აკარგული აქვს საკუთარი სხეული, საკუთარი ემოციები, არ უნდა რაღაცა აქვს მიზეზი, რატომაც არ უნდა იცხოვროს ეს რუკა, რუკას გულისხმობს საკუთარი შინაგანი სამყაროსთან საერთოდ არ აქვს კონტაქტი, ხო? მე ან იძულებულები ვართ, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს და ეს გეშტალტი რაღაცნაირად დავიწყოთ ამის დასრულება, ამ გეშტალტის კარმული იქნება ეს თუ ოჯახური, ზოგჯერ ჰიპნოთერაპიაზე რო წავყოლილ ვარ მაგალითად ხვებს, ზოგჯერ ყოფილა რომ უბრალოდ ბავშვობას გამოიტირებენ და იმის უკან ვერ მიდიან, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე აი აქ მიდის ჩემი არაცნობიერი, ხო? სადღაც ვიღაცას აქვს აი ეხლა ამ მდგომარეობაში, ნენელა რომ გავარკვიო რამ ტკივა, მერე მიდის უკვე ისევ წარსულში ბავშვობაში. უბრალოდ კარმული ასტროლოგიიდან ის ბავშვობა არის ჩვენი წინაცხოვრებები. ის მოთხოვნილებები, რაც ჩვენ ვერ დავიკმაყოფილეთ, ეს არის ჩვენი ბავშვობა, რომელიც გადის წინაცხოვრებებში. და ზოგჯერ საერთოდ არ ხდებოდა რეალურად ის, რასაც მე განვიცდი, რაც მე მტკიოდა, ხო ძალიან და მე ყოფილვარ ესეთ დილემაში, შინაგან ფსიქოლოგიურ დილემაში, რომ ახლა ვხედავ, რომ ადამიანს რუკაში ეს კომბინაცია აქვს, ეს დიდი ნაკლებობა აქვს, აი როგორი მშობელი უნდა მიეღო მას რომ ეს ნაკლებობა არ ქონოდა, ხო? და მათ გავდივართ უკვე რომ ეს არის უკვე ოჯახური ველი, ოჯახური კარმა. ეს უკვე ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან, რომ თუ დედას ან მამას ან ოჯახს ზოგადად აკლია, მაგალითად, კაცის ენერგია, ხო? იქ შავი მთვარე თხის ხაში არის მაგალითად ან მეათე სახლში, ან სატურნის ენერგია არის, ან მეათე სახლია დაზიანებული, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს უკვე ხერხემალი არის, ხო? აი აქ შეიძლება უბრალოდ გენეტიკურადაც არ მაქვს ეს რესურსი, ამ დროს მამა შეიძლება იყოს აყმენი რაღაცა, მაგრამ გენეტიკაში არ არის სადღაც დაიკარგა ის ნამდვილი აი ფსიქოლოგია რო იტყოდა ავთენტურობა, ხო? შეიძლება მე ვაკეთებ ამას ფიზიკურად, მაგრამ ემოციურად იქ არა ვარ. მე ენერგეტიკულად არ ვარ შემოსული ამ როლში, ხო? მე ვერ ვხედავ, მე შინაგანი საყრდენი არ მაქვს, იმისი, რასაც რეალურად ვაკეთებ. და ამას ბავშვი განსაკუთრებულად გრძნობს. ეს სუფთა ფსიქოლოგიური ასტროლოგიით რო ავხსნათ, ხო? და ამაზე იქ თუნდაც ლექციაზე მე ამაზე ვისაუბრებ, როგორ ხდება ამ კარმული პროგრამების ოჯახური ველის განვრცობა, ხო? და როდესაც ეს მე არ მაქვს, ის ავთენტურობა, მე ჩემ შვილებსაც გადავცემ აი ამ მოდით ესე ვთქვათ,
ქვეცნობიერად სიყალბეს, იმ სიცარიელეს, იმ ცარიელ ენერგიას. ხო, აი თქვა ხშირად არის, რომ აი ქალური ენერგია არ არის, შავი მთვარე კირჩხიბში არის, მაგალითად, ან მთვარეა ძალიან დაზიანებული. ეხლა მთვარის დაზიანება ეს არის უკვე აი ლოკალურად, ემოციურ დონეზე პრობლემა იყო, მაგრამ კარმული რო ერთვება, აქ უკვე მთელ გვარს არ ქონდა ქალური ენერგეტიკა, ქალური ყვა კუროსი და კირჩხიბის. კირჩხიბი არის უფრო ემოციური თანადგომა არისო. კუროს ენერგია როცა არის, ეს არის აი საერთოდ ქალური არქეტიპი არ არსებობდა ოჯახში, ხომ? აი სინაზე, სილამაზე, ესტეტურობა შეიძლება კირჩხიბის შემთხვევაში იყო ეს ესტეტურობა და სილამაზე, მაგრამ არ იყო ემოცია, ხო? ამას ვაკვირდებით, ხო? და ეს რესურსი როცა არ იყო აქ ავთენტურობა, მე შეიძლება საჭმელებს ვაკეთებ, ძალიან ისეთი ქალი ვარ, ლილიტი კურო მაგალითად, ხო? ან ვენერას დაზიანებული ან ვენერა ლილიტი ერთად ან კვადრატი შეიძლება მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ემოციურად, ენერგეტიკულად იქ არ ვარ. და ეს უკვე რესურსულად ოჯახურ ველში არ გადმომეცა. კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ის მას არ ქონდა წინა ცხოვრებებში. მე ვცდილობ ხოლმე ხელოვნურად შევავსოთ ეს. მაგალითად, აი თუნდაც სასწორი ლილიტის შემთხვევაში რო ავიღოთ, რომ ცდილობენ რაღაც გალამაზდნენ, საზოგადოებაში შევიდნენ, რაღაც ისეთი ჰარმონიულები ლამაზები იყვნენ დემიმურის ვარიანტი სიტყვაზე, ხო? ეს უკვე სილამაზეზე გაჭედვა ზოგჯერ, რომელიც კარმულათაც ესეც უნდა იყოს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს ენერგია უნდა შეივსოს, ოღონდ მე თუ ოპერაციებით ვცდილობ, მე თუ რაღაცნაირად ხელოვნურად ვცდილობ, შიგნიდან არ მოდის ეს ყველაფერი. და ეს კარმული ასპექტები მე მეხმარება დავინახო ავთენტურად არ არის ადამიანი იქ, რასაც ანიბრალებს, ან შედის და ყველგან მანდ ვართ ჩვენ, ხო? და მე ამას თუ დავინახავთ, მე ხდება აქ უკვე ოჯახური ველის ტრანსფორმაციაც, ჩემი კარმის ტრანსფორმაციაც, იმიტომ რომ მე ვცდილობ უკვე დავიჭირო სად დავკარგე ის კონტაქტი, რომ ავთენტური ვიყო ამ ენერგიაში და მე აი აქ ენერგეტიკული პრაქტიკები გვეხმარება, რომ მე ენერგეტიკულად ვიწყებ ამ ენერგიასთან უკვე შესვლას, ჯერ თუნდაც ცალკე ფსიქოლოგია, ცალკე ენერგეტიკული პრაქტიკები და ვიწყებ ამის ჯერ ენერგეტიკულად მიღებას და მე ემოციურად ცხოვრებას ამ ყველაფრის, ხო? ეს არის ნამდვილი ტრანსფორმაცია, მეგობრებო, ნამდვილი კარმული დონის ტრანსფორმაცია, ოჯახური ტრანსფორმაცია და რუკა ამაში მე ყველაზე მეტად მეხმარება, იმიტომ რომ მინახავს უამრავი ფსიქოთერაპევტი არის ეს თუ პროფესიონალი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, საერთოდ უმეტესად ხშირად ხვდება, ხა თუ ნახავ მის რუკას და ჯერ უკაც აღარ მჭირდება უკვე, ხო, ისე უკვე ხედავ ამ ყველაფერს, ხო, აი რუკა ძალიან დამეხმარა. უკვე დავინახო ადამიანში რა ხდება და ხედა უკვე იმას, რომ საერთოდ აი ის ციყვი არის ადამიანი. საერთოდ გაგნებაში არ არის სიტყვაზე და მან დარჭება მთელი ცხოვრება. ზოგი ხედა რომ ხელა ტრანსფორმაცია მოახდინეს მხოლოდ ფსიქოლოგიიდანაც, ცოდნაც, ხო, აი ცოდნა განვითარება, განვითარება. ის ძალიან ცვლის ადამიანს და მე ყველას ურჩევ, ვისაც ნევროზული ფონი აქვს, ვისაც შინაგანი პრობლემები აქვს, პროფესიონალური დონით გაერკვნენ ფსიქოლოგიაში, ჩვენ რაც გვაწუხებს იმაში უნდა შევიდეთ და გავარკვიოთ. თუ მაწუხებს მე ნევროტული ფონი უნდა შევიდე და გავარკვიო, ხო? თუ მაწუხებს მე იღბლიანობის პრობლემა არ გამიმართლა პირადში ან არ გამიმართლა კარიერაში სიტყვაზე, ხო? აი შევიდე ფსიქოლოგიაში და შეიძლება არაპროფესიონალურად, მაგრამ შევეხო ამ სფეროს, რომ მე ჩემ ენერგეტიკულ კავშირში გავიდე, ჩემ თავთან რა არის, სად კარგავ ენერგიას, რომ აქ აღარ მყოფნი სიტყვაზე, ხო? ანუ არის ესეთი მოდელი, მეგობრებო, რომ ჩვენ და ვიმოძრაოთ. გვაწუხებს რაღაცა, არ დავჯდეთ, არ ვიყოთ ლოდინის რეჟიმში, რომ ის თავისი მოგვარდება და დალაგდება. ყოველთვის აღმოჩნდება ეს ხალხი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება და აი ეს დახმარება არის ჩვენი განვითარება რეალურად. და ის პრობლემები აქედან მოდის, ზუსტად რომ სადღაც არის შიგნით არანაცხოვრები ემოცია. ვინც ასტროლოგიას იყენებს ფორმულებში და ინტელექტუალიზაციაში, ის კიდევ უფრო შორდება საკუთარ შინაგან სამყაროს კარმას შორდება და კიდევ უფრო აძლიერებს იგივე პროგრამებს.
და კიდევ უფრო როგორ გითხრათ, შედის ამ ციყვის ფაზაში და ეს იტრიალებენ. ზოგი არის აი ესე არც ჩამოვა ამ ბორბალიდან და სულ ესე იტრიალებს და აი ჩემი მცდელობა არის შეიძლება კარგულად მე დიდი ხანი ვიტრიალე ამ ციყვის ბორბალში და უკვე საკმარისია. შეიძლება გარკვეულწილად ძალიან მტკინეული იყო ეს ბორბალში ტრიალი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი მანდაც არის რომ ჩვენ ხვდებით რომ სადღაც უკვე უნდა შევიგრძნოთ ეს ყველაფერი და არ გავიქცეთ, იმიტომ რომ ეს ბორბალში ტრიალი ეს არის შინაგანი გაქცევა ტკივილისგან და გაქცევა ავთენტურობასთან შეხებისგან, იმიტომ რომ ჩვენ თუ რაღაცა შევეხებით, ჩვენ შევეხებით კარგსაც, ცუდსაც, რეალობას შევეხებით, რომელიც არის მთლიანი, ყველანაირი არის რეალობა, ხო? თავის დანაკარგებით და თავისი ღირსებებით და ამ დანაკარგებთან შეხვედრის გვეშინია ჩვენ როგორც წესი, ჩვენი ეგოსთან შეხების გვეშინია ყველაზე მეტად ხოლმე ადამიანურ ცხოველურ ინსტინქტებს რო ვეძახით ხო მატერიალურ ეგოს ვიძახით რომელიც ცოტა სულიერშიც გადის მე მარტო მასე ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ეს არის ეგო მატერიალური მას ზუსტად ყოველთვის ვამბობ რომ ეს არის სულიერი სამყაროს დაკარგვის ტკივილი ძალიან დიდ სურათში რო ავიღოთ როგორც ადამ და ევას გამოგდება 64-დან, აი ეს პროგრამა მუშაობს ჩვენში ყოველთვის და ის მერე ცხოველურ ინსტინქტებში გადადის, უკვე გადატრანსფორმირდება მატერიალურ კანონებზე, თუმცა თავდაპირველი ემოცია, აი ძალიან ისე უზენაესმეს რო ეძახიან ეზოთერიკაში, ხო, სულიერ სამყაროებში, რომელიც არის ის როგორც წესი იქიდან მოდის აი ეს სევდა, რომელიც გადადის ჩვენთან უკვე რაღაც ინსტინქტებში, მოდი ესე ვთქვა. თუ არ არსებობს ეს სულიერი სამყაროდან წამოსული სევდა, მატერიაში უბრალოდ არ იქნება ეს ყველაფერი. ხო, მატერია ეს არის გამოხატულება, განსხეულება სულიერი ენერგიების, სულიერი ვიბრაციების და აი აქ მიდის ასტროლოგია მეგობრებო იმ სულიერ სამყაროებში დანაკარგის დანახვის რომელიც ამტკინებულია მაგრამ სერიოზული ტრანსფორმაცია ზუსტად მაქედან მოდის და ნამდვილი ჩემი აზრით რელიგიურობა ზუსტად მანდ არის რომ სულიერი განვითარება რომელიც აი იმ დანაკარგს იმ ტკივილს შეგვახებს და ამის შემდგომ გავივლით ამ ყველაფერს, ხო, შინაგანად სულიერად, აი ეს არის ზუსტად სულიერი რელიგიურობა და ამას ძალიან მაღალი რესურსები ჭირდება, ამას მაღალი ინტელექტუალური თუ კარმული გამოცდილება იტყვის კარმული ასტროლოგია, რომ ამას ჭირდება ბევრი ინკარნაცია, რომ აქამდე განვითარდეს სული, რომ ეს მართლა შეძლოს, ეს ბუდას და ნუ ქრისტეს ამ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ აი ბუდას და მოციქულების ენერგეტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს ეგ ენერგია არის. ბევრი ჭირდება ამ ყველაფერს, თუმცა თავარი არის რომ ვიცოდეთ სად არის ხო რაღაც დონეზე ჭეშმარიტება. ახლა მე რასაც გიყვებით, ეს არის როგორი 15 წლიანი ჩემი მოგზაურობა, იცით, აი ამ პიროვნულ განვითარებაში და კვლევაში, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ის არ არის ჩემი რაღაც საკუთარ თავზე მუშაობა, ეს არის ჩემთვის კვლევა მეცნიერული კუთხითაც, როგორც შევიცნოთ სამყარო ჩვენგან, ესე რომ ვთქვათ, და აი მე უფრო ამ მიმართულებით მაქვს мотиваცია, ესე რომ ვთქვათ, და აი ამ გამოცდილებამ აი ეს ყველაფერი უფრო დამილაგა, რომ ჩვენ გეშტალტები გვაქვს ოღონდ კარმული დასახური, ოჯახური გეშტალტები და ეს საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი პროცესი არის. ეს მინდოდა დღეს მე თქვა მეგობრებო, იმედი არის რომ გაინტერესებთ ხოლმე ესეთი ვიდეოები, მესმის რომ ჩვენთან უფრო პოპულარული არის ესეთი მარტივი ასტროლოგია, ზოდიაქოები და რაღაცები, თუმცა მე იცით რომ უფრო ესეთ რაღაცებზე ვმუშაობ. და დამიწერეთ ხოლმე კომენტარები, ხომ? რა დაგაინტერესათ, რა მოგეწონათ, რა დაინახეთ, რა გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ და გემშვიდობებით დროებით მაშინ.